დღეს 8 თებერვალია, თქვენ უყურებთ კურიერი PS ავთოგასალიასთან და სანდრო კაჭახიძესთან ერთად. საღამო მშვიდობისა. საღამო მშვიდობისა. პრემიერ-მინისტრობის 2 წელი, 720 დღე, გადაწყვეტილებები, რომლებიც შედეგებით ფასდება. 2024 წლის 8 თებერვალს ირაკლი კობახიძემ მთავრობის მეთაურის თანამდებობა დაიკავა და სამთავრობო გუნდთან ერთად დაიწყო მუშაობა სოციალური პოლიტიკის, უსაფრთხოების, ინფრასტრუქტურისა და ინსტიტუციური რეფორმების მიმართულებით. ინვესტიციების მოზიდვა, დასაქმებულთა რაოდენობის ზრდა და სიღარიბის დონის შემცირება. მთავრობა ფოკუსირდა ეკონომიკის გაძლიერებაზე და ნაბიჯებზე, რომლებიც მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე აისახება. ეს პერიოდი ხასიათდებოდა სირთულეებით გლობალურ ასპარეზზე. გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე კი ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა კვლავ უმნიშვნელოვანესი საკითხია. რა გაკეთდა და რა ამოცანები დგას საქართველოს განვითარების შემდეგ ეტაპზე. ინტერვიუ პრემიერ-მინისტრთან და სამთავრობო გუნდთან იზი ბურნაძემ ჩაწერა. საქართველოს პარლამენტი ნდობას უცხადებს ირაკლი კობახიძის მიერ წარმოდგენილ მთავრობას. ორი წელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე, გზა, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით დაიწყო, გაბედული გადაწყვეტილებებით გაგრძელდა და დასახულ მთავარ მიზნებს ემსახურება. ეროვნული ინტერესების დაცვა, ქვეყნის განვითარება და საზოგადოების კეთილდღეობა. მაშინ როცა დროს სირთულეებით იზომება და არა მხოლოდ კალენდრით 720 დღე შედეგების დასანახად საკმარისი პერიოდია. ლიდერის ნამდვილი თვისებები კრიზისში ჩანს. კრიზისული პერიოდია 2024 წლის დასაწყისიც, არა მხოლოდ პატარა ქვეყნისთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. სწორედ ამ ტურბულენტურ პოლიტიკურ ვითარებაში პარლამენტისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარეობის მრავალწლიანი გამოცდილებით პრემიერ-მინისტრის პორტფელს ირაკლი კობახიძე იბარებს. კანდიდატს პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი წარადგენს. პოლიტიკოსს, რომელმაც საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში დიდი გამოცდილებით და დიდი გეგმებით გადაინაცვლა ქართული ოცნების გუნდი სრულ ნდობას უცხადებს. რთული გეოპოლიტიკური ვითარება, შიდა და გარე გამოწვევები, ეკონომიკური მაჩვენებლები, სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება, არჩევნები და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელობა. სოფლიოში მიმდინარე ომების ფონზე მშვიდობის შენარჩუნება. 0% ოკუპაცია და 0% სიღარიბე. ეს არის ქართული ოცნება, ასეთია ჩვენი ოცნების საქართველოს. ქვეყნის სასიცოცხლო ინტერესები დასაცავია. რთული ვითარება დღესაც შექმნილი სოფლიოში, ასეთი იყო ვითარება 2 წლის წინაც, არსებითად გამოწვევები არ შეცვლა და შესაბამისად არ იყო იოლი ბუნებრივია ვითარების მართვა საერთაშორისო პოლიტიკური თვალსაზრისით. მით უმეტეს რომ ჩვენ ქვეყანას ჰქონდა განსაკუთრებული გამოწვევები, ყველა ხედავდა რამ ხელა ზეწოლა იყო საქართველოსზე და ეს ზეწოლა გრძელდებოდა მათ შორის გასული 2 წლის განმავლობაში. კეთდებოდა პროგნოზები ეკონომიკასთან დაკავშირებით, უარყოფითი პროგნოზები განსაკუთრებით გასული წლის დასაწყისში, თუმცა აქაც მიუხედავად იმისა, რომ იყო განსხვავებული ინტერესები, იყო საერთაშორისო სირთულეები, აქაც მოახერხეთ ჩვენი ეკონომიკის სტაბილური განვითარებას და ეს იყო ჩვენი უმთავრესი ამოცანა საბოლოო ჯამში ჩვენი მოსახლეობისთვის ეს არის თავარი, რომ დაცული იყოს ჩვენი ქვეყნის საერთო ინტერესები, ეროვნული ინტერესები, უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური განვითარება და შეიძლება პრინციპში დავამატე თქვას, რომ მიუხედავად ძალიან სერიოზული გამოწვევებისა, მათ შორის გარე ზეწოლისა, ჩვენ მოახერხეთ პრინციპულად ამ ამოცანების შესრულება. საგარეო და საშინაო გამოწვევების ფონზე მთავრობის მეთაური სამთავრობო გუნდთან ერთად ქვეყნის უმთავრეს პრიორიტეტებზე მუშაობას იწყებს. ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებას ახელდება. ძალისხმევას არც შედეგები აყოვნებს და ზუსტი მეცნიერება ციფრებში არაერთი ისტორიულ რეკორდსაც აჩვენებს. ქვეყანაში მცირდება სიღარიბის მაჩვენებელი, იზრდება დასაქმებულთა რაოდენობა. 2025 წელი ისტორიული შედეგით სრულდება. ქვეყნის ეკონომიკა ისტორიაში პირველად 100 მილიარდ დოლარს გადააჭარბებს. ეკონომიკას ინვესტიციები და განხორციელებული პროექტები კიდევ უფრო აძლიერებს. და როცა ისტორიულ რეკორდებზე ვსაუბრობთ, უნდა გამოვყოთ საქართველოს ისტორიაში უპრეცედენტო ინვესტიცია. 6,5 მილიარდ დოლარიან შეთანხმებას ემარჯვებდა ხელი ირაკლი კობახიძის პრემიერობის დროს ეწერება.
გასული 2 წელი იყო გამორჩეულად წარმატებული ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ წლიდან წლამდე ეკონომიკა იზრდება და ვითარდება. საამაყოა ის, რომ ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ტემპი არის მოწინავე რეგიონის ქვეყნებს შორის, ისევე როგორც ევროკავშირის ქვეყნებს შორის, რაც რა თქმა უნდა განპირობებულია იმ სწორი ეკონომიკური პოლიტიკით, იმ განჭვეტადი საინვესტიციო და ბიზნეს გარემოთი, რასაც ჩვენი ქვეყნის ხელისუფლება პრემიერის ხელმძღვანელობით ქმნის. არაერთი ახალი ინიციატივა გვაქვს, რომელიც უზრუნველყოფს მცირე და საშუალო მეწარმეების ხელშეწყობას, მათ შორის მათი ინვესტიციების ზრდის ხელშეწყობას, რაც პირდაპირ ისახება უშუალოდ ახალი დასაქმების ადგილების შექმნაზე, ინდუსტრიების განვითარებაზე. რა თქმა უნდა, ჩვენ გვაქვს ისტორიული შედეგი, აი გასული წლის ბოლოსკენ ჩვენ დავასრულეთ მოლაპარაკება უმსხვილეს დეველოპერულ კომპანიასთან, რომელიც ჩვენ ქვეყანაში ყველაზე მოცულობითად მსხვილ 6.6 მილიარდი ამერიკული დოლარის ღირებულების ინვესტიციას განახორციელებს და ეს დამატებით შექმნის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის ჯამურად 11 მილიარდი ლარის ეფექტს. მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო თანამფლობელია აღნიშნული პროექტის უდიდეს ღირებულებას შექმნის ეს პროექტი ახალი სამუშაო ადგილების შექმნის თვალსაზრისით. კიდევ ერთი გადაწყვეტილება, რომელიც მოსახლეობის კეთილდღეობას ემსახურება. პრემიერ-მინისტრი მთავრობის პრიორიტეტად პროდუქტებზე ფასების შემცირების საკითხს ასახელებს. იმის გათვალისწინებით, რომ ქართული ოცნება 2012 წლის შემდეგ ერთ-ერთ მთავარ მონაპოვრად ბიზნესის თავისუფლებას აცხადებს, საჭიროა ფრთხილი პოლიტიკა. ამიტომ მუშაობის პროცესი ბიზნესთან თანამშრომლობით იწყება. მთავრობის მეთაურის ხელმძღვანელობით სამოქმედო გეგმა იწერება. სურსათი, მედიკამენტების საწვავი, ყველა თანხმდება, რომ ფასების შემცირებისთვის სივრცე არსებობს. ყველა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება. დავიწყებ საწვავით, სადაც შედარებით, ასე ვთქვათ, მსუბუქია მდგომარეობა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში ფასები არის ბევრად უფრო იაფი, ვიდრე ევროპის ქვეყნებში, თუმცა აქაც კი მიგვაჩნია, რომ არსებობს ფასების შემსუბუქების რესურსი. მედიკამენტების ნაწილში არის ერთგვარი შუალედური მდგომარეობა, აქ როგორც მოგეხსენებათ, 2 წლის წინ შემოღებული იქნა ეგრეთ წოდებული რეფერენტული ფასები, რამაც შეამცირა რამდენიმე 1000 სახეობის მედიკამენტზე ფასები, თუმცა აქაც მიგვაჩნია, რომ სხვადასხვა მიმართულებით არის შესაძლებელი ფასების შემცირება. ყველაზე რთული მდგომარეობა არის სურსათის მიმართულებით, სადაც ბევრად უფრო ძვირია საქართველოში პროდუქტი ევროპულ ფასებთან შედარებით კონკრეტულ პროდუქტებზე. არის მაგალითად 50%-ით უფრო მაღალი ფასები საქართველოში, 2-ჯერ მაღალი ფასი, ზოგჯერ 3-ჯერ მაღალიც არის ფასები. მაშინ როდესაც ხელფასი შესაბამის ქვეყნებში შეიძლება იყოს მაგალითად 2-ჯერ და 3-ჯერ მეტი. არის კონკრეტული პრობლემები, რაც განაპირობებს მაღალ ფასდამაც დისტრიბუციის და შემდეგ ქსელების დონეზე. ჩვენ დავინტერესდებით, ხომ არ აქვს ადგილი კარტელურ გარიგებებს, ესეც ბუნებრივია, იქნება ჩვენი შესწავლის საგანი. და რაც ძალიან მნიშვნელოვანია, საპარლამენტო ფორმატშიც გაგრძელდება განხილვები, ან მთავრობა იმუშავებს, ამის პარალელურად იმუშავებს პარლამენტი, შესაბამისი კომისია. საზოგადოება შეიძლება ზუსტი ინფორმაციის მიღება იმის შესახებ, თუ რა განაპირობებს მაღალ ფასებს და შესაბამისად რამდენად არსებობს აქ ჩარევის რესურსი და რამდენად არსებობს ფასების შემცირების რესურსი. ჩვენ მზად ვართ, რომ საზოგადოებასთან ერთად და სექტორის წარმომადგენლებთან ერთად მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა გამოვავლინოთ და ვიზრუნოთ ფასების შემცირებას. პრემიერ-მინისტრი უპრეცედენტო გადაწყვეტილებას იღებს და განათლების სისტემურ რეფორმას წარადგენს. პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში სახელმწიფო უნივერსიტეტებში სწავლა სრულად უფასო ხდება. სიახლეებია ზოგადი განათლების სისტემაშიც. ერთი და იგივე სახელმძღვანელოების საჯარო და კერძო სკოლებისთვის, ფორმები დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის, მობილური ტელეფონით სარგებლობის შეზღუდვა, სურვილის შემთხვევაში სწავლების 11 წლიანი საფეხურის არჩევა. ცვლილებების მიზნად ხარისხიანი განათლების მიღება სახელდება. დაწყებულმა რეფორმებმა კი საბოლოოდ ქვეყანას განათლების მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი უნდა დაუმკვიდროს. მიმდინარე წლის სექტემბრიდან სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში ახლად ჩარიცხული პირველ კურსელებისთვის ამიერიდან სწავლა უფასო იქნება. ეს მართლაც უპრეცედენტო და ისტორიული გადაწყვეტილებაა. ძალიან ბევრმა ქვეყანამ, რომელიც ეკონომიკურად შეიძლება საქართველოს ძლიერი იყო, ვერ გაბედა, რომ ეს გადაწყვეტილება მიიღო და სწორედ პრემიერის ძალიან დიდი დამსახურება არის პოლიტსაბჭოს თითოეულ წევრთან ერთად ამ გადაწყვეტილების მიღებაში. ჩვენი მიზანი არის ხარისხის გაუმჯობესება. ჩვენი მიზანი არის, რომ ყავდეს ისეთი
პროფესიონალები, რომლებიც კონკურენტუნარიანები იქნებიან ბაზარზე, ჩვენი მიზანია, რომ სკოლაში დავაბრუნოთ ეროვნული ფასეულობები და ღირებულებები. განათლების რეფორმასთან ერთად პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტია საგანმანათლებლო დაწესებულებების მშენებლობა, არსებული შენობების განახლება და თანამედროვე სტანდარტებში მოქცევა. მთავარ ამოცანად სახელდება ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობა, რასაც ყველა მუნიციპალიტეტში, ყველა ბავშვისთვის სპორტული ინფრასტრუქტურის თანაბრად ხელმისაწვდომობა განაპირობებს. მაქსიმალურად გამჭვირვალე, მიზნობრივი და ეფექტიანი ხარჯვა. ეს ის მთავარი პრინციპია, რომელსაც ირაკლი კობახიძის პრემიერობის პერიოდში ინფრასტრუქტურის სამინისტრო ატარებს. უმსხვილესი პროექტი სარფის გვირაბის მშენებლობა, თბილისი-ბათუმის უწყვეტი მაგისტრალური გზა, შემოვლითი გზა გუდაურამდე, წინ კიდევ ბევრი გეგმა და პროექტია. მთავარი არის სატრანზიტო დერეფნის ფუნქცია საავტომობილო გზებთან მიმართებაში, სადაც სტრატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტები და დიდი პროექტები გვაქვს დაგეგმილი. თბილისის შემოვლითი გზის მშენებლობა უკვე წელს არის დაგეგმილი და დაიწყება. ეს შეეხება სამტრედია ზუგდიდის მაგისტრალის დაპროექტებას და მშენებლობას, კახეთის მიმართულებით მშენებლობის გაგრძელებას. ეს არის სტეფანწმინდის მიმართულებით აქტიურად მიმდინარე სამშენებლო პროცესი და ახალი მონაკვეთის შართვა მიმართულებით და სამხრეთის მიმართულებით ჩვენი დერეფნის განვითარებას. პრემიერის დავალებით ჩვენ დავიწყეთ მუშაობა პროგრამაზე, რაც გულისხმობს ყველა ქალაქისა და დაბის ტურისტული ობიექტის, წყალარინების, საკანალიზაციო სისტემებით უზრუნველყოფას თავისი გამწმენდი ნაგებობებით, რაც არასდროს არ მომხდარა ამ ქვეყანაში და მინდა გითხრათ, რომ ევროპულ ქვეყნებშიც კი სრულად ეს არ არის ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაში უზრუნველყოფილი. უპრეცედენტო დიდი თანხები დაიხარჯება ინფრასტრუქტურის მიმართულებით უახლოეს წლებში საქართველოში, რაც ჩვენ ქვეყანას რადიკალურად შეცვლის, მის ინფრასტრუქტურას შეცვლის რადიკალურად და გააუმჯობესებს. ინფრასტრუქტურის სამინისტრო გაუმჯობესებულ გარემოს უსაფრთხოს კი შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს. პრემიერ-მინისტრის დავალებით უწყება რამდენიმე მნიშვნელოვანი მიმართულებით მუშაობს, მათ შორის ქვეყანამ უკომპრომისო ბრძოლა გამოუცხადა ნარკოდანაშაულს, უკანონო მიგრაციას და ორგანიზებულ დანაშაულს. წარმატებას შედეგებიც მოწმობს. გასული წელი რეგისტრირებული დანაშაულის გახსნის უპრეცედენტო მაჩვენებლით დასრულდა. საქმეების 70% გახსნილია. გაიზარდა ნარკოდანაშაულის გამოვლენის მაჩვენებელიც. ორგანიზებული დანაშაულის მიმართულებით საკმაოდ მნიშვნელოვანი მიღწევები გვაქვს. 70% მომხდარი დანაშაულის გახსნა, რაც არის ძალიან დიდი მიღწევა და უპრეცედენტო პირველად შინაგან საქმეთა სამინისტროს ისტორიაში. ორგანიზებული დანაშაულის ერთ-ერთი ძირითადი და მნიშვნელოვანი სახე არის ნარკოდანაშაული. ამ მიმართულებითაც პრემიერის დავალებით, ყოველდღიური და აქტიური ჩართულობით ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. ჩვენ ასევე ნარკოდანაშაულის მიმართულებით საპოლიციო ღონისძიებების თან ერთად პრევენციული ხასიათის ღონისძიებები და სხვადასხვა მექანიზმები და ინსტრუმენტები შევქმნით. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა რჩება მიგრაციული პრობლემები. ამ მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივები განხორციელდა ბოლო თვეების განმავლობაში. გვაქვს ძალიან კარგი შედეგები. წინა წელს 1311 არალეგალი იქნა ქვეყნიდან გაძევებული. ჩვენი მიზანი არის, რომ საქართველოში იყოს უსაფრთხო გარემო. დღეს ჩვენ გვყავს ძალიან ძლიერი ქართული პოლიცია და მე მივამეყება თითოეული პოლიციელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი. უმთავრეს პრიორიტეტად სახელდება ჯანდაცვის სფეროც. 2026 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში მთავარი აქცენტი სწორედ ჯანდაცვის მიმართულებასა და სოციალურ პროგრამებზე კეთდება. სერვისების ხელმისაწვდომობა, ონკოლოგიური პაციენტების მკურნალობისა და მედიკამენტების დაფინანსება, ჩანაცვლებითი თერაპიის დანერგვა, რეფორმა ნარკოლოგიის მიმართულებით, რუხის რესპუბლიკური საავადმყოფო და მისი სტრატეგიული მნიშვნელობა, 2 წლის წინ დასახული მიზნები მომავალშიც პრიორიტეტულ მიმართულებებად რჩება. რაც შეიძლება მეტად
ეფექტიანი რო გახდეს სისტემა და ის იყოს თითოეული მოქალაქის სამსახურში ჩაყენებული. ეს არის ალბათ მთავარი აუცილებლობა, რომლის წინაშეც ვდგავარ და სწორედ ეს არის ალბათ დავალება, რომელსაც ყველაზე მეტად ინტენსიურად უნდა ვემსახუროთ. სწორედ ეს არის დავალებაც და ეს განაპირობებს ამ შემთხვევაში ეს ინტერესი, ეს დავალება, ეს შეკვეთა, ასეთ შეგვიძლია დავარქვათ, რომელზეც შევთანხმდით იმ თავითვე, როდესაც ეს ძალიან დიდი პასუხისმგებლობა ვიტვირთე და ეს დიდი ნდობა იქნა გამოცხადებული პრემიერ-მინისტრის მხრიდან. გამოწვევებით სავსე 2 წელი, რთული გეოპოლიტიკური ვითარება და მსოფლიო, რომელიც ახალ წესრიგს ადგენს. საქართველო როგორც ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი ხიდი გარეჩარევების ეპიცენტრი ხდება. გადამწყვეტ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის სუვერენიტეტის დაცვა და გაძლიერება. პატარა ქვეყანა დიდი წარსულით თანმიმდევრულ და პრაგმატულ პოლიტიკას ირჩევს, პარტნიორებს კი სამართლიან მიდგომას თხოვს. როდესაც ჩვენი ქვეყანა რეალურად იქცა ეპიცენტრში, ერთგვარად საგარეო ჩარევების, საგარეო აქტორების მხრიდან განსაკუთრებული თავდასხმის ობიექტი გავხდით, ძალიან მნიშვნელოვანი იყო თანმიმდევრული პოლიტიკის გატარება და რა თქმა უნდა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების და თანმიმდევრული პოლიტიკის შედეგია სწორედ ის, რომ დღეს საქართველო ბევრად უფრო მყარად დგას, ბევრად უფრო კარგად პოზიციონირებს თუნდაც საგარეო ასპარეზზე და ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესების დაცვა შევძელით და ჩვენი ეროვნული ინტერესების შესაბამისად დღეს უკვე ვდგავთ იმ საგარეო პოლიტიკურ ნაბიჯებს, რაც სჭირდება ჩვენი ქვეყნის უკეთ პოზიციონირებას, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გამტკიცებას და იმ მიზნების მიღწევას, რაც უკავშირდება საქართველოს უსაფრთხოებას, სტაბილურ განვითარებას და ეკონომიკურ კეთილდღეობას. საქართველოს ევროინტეგრაცია, საკითხი, რომელიც ქვეყნის შიგნით ნებათა ღელვის თემად იქცა, ქართული ოცნების დღის წესრიგია. კონსტიტუციური ამოცანა, რომელიც ქვეყნის უზენაეს კანონში კონსტიტუციის ავტორმა ირაკლი კობახიძემ ჩაწერა, ისევ მთავარ მიზნად სახელდება. ჩვენ გვაქვს კონსტიტუციური ამოცანა, ეს არის ევროინტეგრაცია და ეს ამოცანა ბუნებრივი რჩება ამოცანად. თუმცა ხედავთ პრობლემებს, რომლებიც არის ევროკავშირში. გაუფასურებულია სამწუხაროდ ისეთი ღირებულებები ევროკავშირში, როგორც არის დემოკრატია, ადამიანის უფლებები, სიტყვის თავისუფლება, მედიის თავისუფლება და ეს ტენდენციაც არის სამწუხაროდ ამ ეტაპზე შევქცევადი. შესაბამისად, ჩვენ ყურადღებით უნდა დავაკვირდეთ ბუნებრივია მოვლენების განვითარებას და იმედი უნდა დავიტოვოთ, რომ ევროკავშირი საკუთარ თავში იპოვის შემოbrunების ძალას. და ეს უარყოფითი ტენდენციები იმედი გვაქვს, რომ შეიცვლება დადებითისკენ. ასეთ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საქართველოსთვის საინტერესოა ევროკავშირში გაწევრიანება და ბუნებრივია, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩვენი ამოცანა რჩება ამოცანად და ყველაფერი გაკეთდება იმისათვის, რომ ევროკავშირის საქართველოს ურთიერთობებიდან გამომდინარე ვალდებულებები ჩვენი მხრიდან შესრულდეს. ევროინტეგრაცია ერთ-ერთია, თუმცა წინ კიდევ ბევრი ამბიციური გეგმა, რომლის განხორციელებასაც სამთავრობო გუნდი ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით აპირებს. ქვეყნის განვითარების ერთ-ერთ მთავარ წინაპირობად თანმიმდევრული პოლიტიკა სახელდება, რომლის მთავარი კომპონენტი კორუფციასთან უკომპრომისო ბრძოლაა. იყო სერიოზული გამოწვევები, ამაზე ჩვენ არ მოვერიდეთ საჯარო საუბარს, მიუხედავად იმისა, რომ ამას ჰქონდა რა თქმა უნდა თავისი უარყოფითი მხარე და ხედავდით, რომ სპეკულაციებისთვისაც იყენებდნენ ჩვენს ბრძოლას კორუფციის წინააღმდეგ, თუმცა ჩვენ არ მოვერიდეთ ამ ყველაფერზე საჯარო საუბარს, მათ შორის იმ პრობლემებზე საუბარს, რომლებიც იყო გუნდის შიგნით და რას თავარია ჩვენ მიზნად დავისახეთ კორუფციის აღმოფხვრა და მიმართულებით გადაიდგა ძალიან კონკრეტული ნაბიჯები. გასული 2 წლის განმავლობაში მთავარი მიღწევა მაინც იყო სწორედ ეს, რომ ჩვენ გავაჯანსაღეთ მართვის სისტემა და პრინციპული დარტყმა მივაყენეთ კორუფციას.
რაც არის აუცილებელი პირობა ქვეყნის განვითარებისთვის. როგორ განვითარდება საქართველოს მომდევნო წლებში? საქართველოს მთავრობა ქვეყნის განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე მუშაობს. 11 წლიან სტრატეგიაში ძირითადი ყურადღება განათლების, ჯანდაცვის, ეკონომიკისა და სოციალური განვითარების საკითხებს დაეთმობა. დაისახება მიზნები, რომლებსაც ქვეყანამ მომდევნო წლების განმავლობაში უნდა მიაღწიოს. ყველა მიმართულებით ჩვენ გვინდა რომ გარდამტეხ ცვლილებებს მივახციოთ საშუალოდან პერსპექტივაში. ჩვენი სურვილია რომ ყველა მომსახურება უმაღლეს ხარისხით მიიღოს ჩვენმა მოქალაქემ საქართველოში, ჩვენს ქვეყანაში. რასაც სერიოზული მუშაობა ჭირდება, ეს არის განათლების რეფორმასთანაც დაკავშირებული, თუმცა ამის მიღმა ჩვენ გვჭირდება ჯანდაცვის სისტემაზე სისტემურად ზრუნვა იმისათვის, რომ ეს ამოცანა გადაიჭრას და საქართველოში იყოს ხელმისაწვდომი უმაღლესი ხარისხის სამედიცინო მომსახურება. იგივე მიდგომით გვინდა ვიმუშაოთ ყველა მიმართულებით. ინფრასტრუქტურა არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება. გვაქვს ძალიან მკაფიო გეგმა, ჩვენი მიზანია რომ რამდენიმე წელიწადში სრულად იყოს მოცული ჩვენი ქვეყანა ჩქაროსნული ავტომაგისტრალით, ასევე აეროპორტების მიმართულებით გვაქვს კონკრეტული გეგმა. გვინდა რომ დაახლოებით 4.5-ჯერ გაიზარდოს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გამტარუნარიანობა, იგივე ხება ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი, სადაც უკვე დაწყებულია შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება. ანაკლის პროექტზე დაწყებულია მუშაობა და პირველი ფაზა გვინდა დავასრულოთ 2029 წელს, რკინიგზის მოდერნიზაცია, რაც სულ რაღაც 2 კვირის წინ დასრულდა და გრძელდება ასევე რკინიგზის მიმართულებით სერიოზული ინვესტიციების ჩადება იმისათვის, რომ ჩვენ მათ შორის ჩვენი დაკავშირებადობის ფუნქცია განვავითაროთ. კულტურა, სპორტი ყველა მიმართულებით ჩვენ გვინდა გეგმაზომიერად კონკრეტული გეგმის მიხედვით გარდამტეხი ცვლილებები შევიტანოთ ჩვენ საზოგადოებრივ ცხოვრებაში და სახელმწიფოს განვითარებაში უკლებელ ყველა მიმართულებით. ნდობა, რომელსაც გუნდი ირაკლი კობახიძეს უდასტურებს წარსულში გადადგმულ ნაბიჯებსა და მიღწეულ შედეგებს ეფუძნება. პროფესიით იურისტის პოლიტიკური გზა 2015 წლიდან იწყება. ქართული ოცნება აღმასრულებელი მდივნის თანამდებობაზე წარადგენს. ერთ წელში პარლამენტის თავმჯდომარე ხდება და საკონსტიტუციო რეფორმაზე მუშაობა იწყება. გავა დრო და კონსტიტუციის ავტორს ქვეყნის უზენაესი კანონის დაცვა საკონსტიტუციო სასამართლოშიც მოუწევს, თუმცა იქამდე პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა, რომელიც პარტია ქართული ოცნების დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა ირაკლი კობახიძეს ანდო. პოლიტიკასთან ერთად სამართლის დოქტორი აკადემიურ საქმიანობასაც აქტიურად განაგრძობს. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის მაგისტრი, დიუსელდორფის უნივერსიტეტის სამართლის დოქტორი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ვიცე-პრეზიდენტი. აქ შევჩერდები, ბერს არ გავაგრძელებ, გახლავართ მე. ირაკლი კობახიძის კარიერა ბევრ რეგალიას ინახავს. 720 დღის წინ კი კალენდარზე მთავრობის მეთაურის თანამდებობა მოინიშნა. საქართველოს არჩევანი ევროპული გზა. ქვეყანა ყურადღებით აკვირდება ევროკავშირში მიმდინარე პროცესებს და შიდა დაძაბულობას. რუსთავი ორთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ამ თემაზე საუბრობს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრიც. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს პირველი დიპლომატი ხაზს უსვამს იმ გამოწვევებს, რომლის წინაშეც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები დგანან ეროვნული ინტერესების დაცვის კუთხით. ვრცელ ინტერვიუს პიტერ სიარტოსთან კურიერი პიესის დასრულების შემდეგ ნახავთ, მანამდე კი ლუკა ჩანგელია მოკლედ გვეტყვის უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრის მთავარ აქცენტებს. რა გზა აქვს არჩეული ევროკავშირს, როგორ ეპყრობა ბრიუსელი მთავრობებს მსოფლიოში, რომლებიც ეროვნული ღირებულებების დაცვის სადარაჯოზე დგანან და რომელი ევრობიუროკრატები უჭერენ მხარს უკრაინაში ომის გაგრძელებას. ავთო სანდროს აღმშვიდობის მოგესალმებით ბუდაპეშტიდან, სადაც ჩვენ კი შევხვდით პიტერ სიარტოს, უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, რომელიც უკვე 11 წელია ხელმძღვანელობს ქვეყნის დიპლომატიურ სამსახურს და მთელი ამ დროის განმავლობაში ევროკავშირში გადაწყვეტილების მიმღებ მაგიდასთან ზის. სიარტო პირდაპირ ასახელებს იმ ადამიანების სახელებსა და გვარებს, რომლებიც მთელი ამ დროის განმავლობაში მხარს უჭერენ ეგრეთ წოდებულ ომის პარტიას, ასევე ასახელებს იმ პოლიტიკურ ჯგუფს, რომელიც აღნიშნულ ჩრდილოვან მმართველობას წარმოადგენს. უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩვენთან საუბრის დროს აღნიშნავს იმასაც, რომ ევროკავშირი და ბრიუსელი დღეს საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ არიან განწყობილი მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ქართულმა ოცნებამ სუვერენისტული მმართველობის სტილი აირჩია.
ისინი ვინც არიან კონსერვატორები, პატრიოტები, სუვერენისტები, ისინი ვინც ეწინააღმდეგებიან ბრიუსელის მეინსტრიმს, განიცდიან ჯოჯოხეთურ პოლიტიკურ თავდასხმას. უბრალოდ შეხედეთ თქვენ საკუთარ მთავრობას, გულისხმობ საქართველოს მთავრობას. მასზე ბრიუსელის მხრიდან თავდასხმა არ ხდება რეალური საკითხების გამო. თქვენს მთავრობას თავს ესხმიან, იმიტომ რომ ის არის კონსერვატიული, პატრიოტული, მემარჯვენე და სუვერენისტული. ბრიუსელი ამას ვერ ინელებს. პლუს ისინი წარმატებულები არიან და იცით, როდესაც ანტიმეინსტრიმული მთავრობა წარმატებულია, ბრიუსელი ამას ვერ ინელებს. ეს არის მიზეზი, რის გამოც ჩვენს გვეხებიან. ერევა თუ არა ევროკავშირის სხვა სახელმწიფოების არჩევნებში. ეს იყო ასევე ერთ-ერთი მთავარი კითხვა, რაც ჩვენ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრს დავუსვით. პიტერ სიარტო ამბობს, რომ კი და აღწერს მაგალითად ემოციებს, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებს საბჭოს შეხვედრაზე ჰქონდათ, მაშინ, როდესაც გაიგეს, რომ ადგილობრივ არჩევნებში საქართველოში ქართულმა ოცნებამ გაიმარჯვა, ხოლო საპარლამენტო არჩევნებში მოლდოვაში მაია სანდუს ჯგუფმა მოიპოვა უპირატესობა. პარალელურ რეჟიმში სიარტო ხაზს უსვამს იმასაც, რომ არჩევნებში ჩარევის მცდელობა ევრობიუროკრატებს უნგრეთშიც არაერთხელ ჰქონდათ, თუმცა სხვადასხვა კანონმდებლობების დამსახურებით, რომელიც ბუდაპეშტმა წლების განმავლობაში შეადგინა საკუთარი სუვერენიტეტის დასაცავად, ევრობიუროკრატების ეს გეგმა ჩაფლავდა. შეხედეთ რა მოხდა საქართველოსა და მოლდოვის არჩევნების შემდეგ. გულისხმობ ადგილობრივ არჩევნებს. მომდევნო საგარეო საქმეთა საბჭოს ხდომაზე, როდესაც თქვენ გქონდათ ადგილობრივი არჩევნები, ყველა აქებდა მოლდოვას ასეთი ჭკვიანური გადაწყვეტილების მიღებისთვის და ყველა ლანძღავდა საქართველოს ქართული ოცნების გამარჯვების გამო. და ევროპელის საგარეო საქმეთა მინისტრები ერთმანეთს ულოცავდნენ მოლდოვის შედეგებს, რაც არის ნათელი მტკიცებულება იმისა, რომ ისინი ამ არჩევნებში ჩაერივნენ. ავთო სანდრო აუცილებლად უნდა აღინიშნოს ისიც, რომ არ იყო მარტივი პიტერ სიარტოს ინტერვიუზე დათანხმება. ეს არის რესპონდენტი, რომელთან ინტერვიუზე ჩაწერასაც ცდილობს არაერთი წამყვანი მედია მსოფლიოში, რადგანაც ის ხშირად გამოირჩევა ხოლმე პირდაპირობით და ხშირად ამხელს კიდეც ევროკავშირში, ევროსტრუქტურებში დახურულ კარს მიღმა მიმდინარე მოვლენებს, ამიტომაც მე მაყურებელს, რომელიც ახლა ჩვენს გადაცემას ადევნებს თვალს, ვურჩევ, რომ აუცილებლად დაელოდოს კურიერი პიესის დასრულებას და ვრცელ ინტერვიუს უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან. მადლობა ლუკა ჩანგელიას. დაელოდეთ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ინტერვიუს, რომელიც როგორც ლუკამაც აღნიშნა, კურიერი პიესის დასრულების შემდეგ დაიწყო. უცხოური ძალების გავლენა შიდა პოლიტიკაზე მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. სწორედ ამ საფრთხის თავიდან აცილების მიზნით ცვლილებები შედის გრანტების შესახებ კანონში, რომლის მთავარი მიზანი უცხოური გავლენისგან გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და ქართული პოლიტიკური სივრცის დაცვაა. საკანონმდებლო ცვლილებებით ზუსტდება გრანტების განმარტება, წესდება სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა და დასჯადი ხდება მრარელობიზმი. მართველი გუნდი განმარტავს, რომ ცვლილებების მთავარი არსი გამჭვირვალობა და საზოგადოების ინფორმირებაა ქვეყანაში შემოსულ უცხოურ ფულთან დაკავშირებით, რომელიც ხშირ შემთხვევაში რევოლუციურ სცენარებს ხმარდება. ლიკა ალელიშვილის რეპორტაჟი. შეგვაქვს ცვლილებები კანონმდებლობაში, რათა მომავალში ვერავინ გამონახოს ალტერნატიული გზა საქართველოში ქვეყნის საზღვრებს გარედან არეულობისა და ძალადობის დასაფინანსებლად. არეულობა, ძალადობა, რადიკალიზმი და ხელისუფლების დამხობის მცდელობა საქართველოს უახლესი წარსულისთვის კარგად ნაცნობი პროცესებია. არჩეული ხელისუფლება და საზოგადოების უმრავლესობა კი მშვიდობას ირჩევს. ამიტომ ქვეყანაში სტაბილურობისა და სიმშვიდის შესანარჩუნებლად და სუვერენიტეტის დაცვის, გამჭვირვალობის ქართულ პოლიტიკაში უცხოური გავლენისა და დაფინანსების პრევენციის მიზნით პარლამენტი ახალ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობს. გრანტების შესახებ კანონში ცვლილებები და მისი თანმდევი კანონპროექტები კანონმდებლებმა პირველი მოსმენით უკვე დაამტკიცეს. იდეას და მთავარი მიზანი ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტის გაძლიერება და თავდაცვითი დემოკრატიის მთავარი პრინციპის, ერთ-ერთი მთავარი პრინციპის დემოკრატიულ საზოგადოებაში ამის საფუძვლების და ხელშესახები მექანიზმების უზრუნველყოფა. ნებისმიერ გრანტს ჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა. თუ თანხას შემოდის უცხოეთიდან, მას მოყვება უცხოური ინტერესი და არ შეიძლება რომ პარტია უცხოურ ინტერესს ატარებდეს. 7 კანონში ცვლილებების შეტანის ერთადერთი მიზანი უცხოური გავლენის, ინტერესებისა და ფინანსებისგან საქართველოს დაცვაა, რაც ერთმნიშვნელოვნად არ მოსწონს საპროტესტო აქციების ავანგარდში მყოფ ნაციონალურ მოძრაობას. მიხეილ სააკაშვილის გუნდი მოქალაქეებს ისევ ქუჩაში გასვლას თხოვს. ფაქტობრივად ქვეყანას ხურავენ და დარწმუნებული ვარ ჩვენი საზოგადოება
ამაზე კონკრეტულ ნაბიჯს გადადგავს რუსთაველის გამზირს. კეთილსინდისიერ პატიოსან ხალხს ეუბნებიან, რომ თუ გრანტს აიღებთ 6 წლით ციხეში წახვალთო. ნაციონალური მოძრაობის მიერ გავრცელებული ეს ინფორმაცია ტყუილია, ამბობს კანონპროექტის წარმომდგენი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, რომელიც განმარტავს, რომ ცვლილებების მიზანი არა მოქალაქეების დასჯა, არამედ უცხოურ ფულთან დაკავშირებით გამჭვირვალობაა. ამას ემსახურება გარე ლობიზმის სისხლის სამართლის წესით დასჯა და პოლიტიკურ პარტიაში გაწევრიანების 8 წლიანი შეზღუდვაც პირისთვის, ვინც უცხოური ძალის მიერ დაფინანსებულ ორგანიზაციაში მუშაობს. რისი მაგალითიც არაერთია. თუ პირის მიზანია საზოგადოებაზე ან საზოგადოების ნაწილზე მოახდინოს ზემოქმედება, ან გაატაროს რომელიმე სახელმწიფოს ინტერესი და რომელიც თავისთავად მიმართული არის საქართველოში პოლიტიკის ჩამოყალიბებისკენ, განხორციელებისკენ ან შესვლისკენ და თავისთავად პოლიტიკური საქმიანობა, ამაში თუ უცხოური თანხები შეიძლება რომ იყოს მოხმარებული, საჭიროა და აუცილებელია საქართველოს მთავრობის თანხმობა. უცხოური დაფინანსების ადრესატები ძირითადად საქართველოში მოქმედი NGO-ები არიან. ამას ადასტურებს სლოვენიელი პოლიტიკოსის მარტა კოსის განცხადებაც. ევროკომისარმა ევროკავშირის გაფართოების საკითხებში ღიად თქვა, რომ ევროკავშირში თანხები მოძიებული და გაორმაგებულიც გია, თუმცა ეძებენ გზას, რომლითაც მთავრობის კონტროლის გარეშე ქართულ NGO-ებს უცხოურ დაფინანსებას გადასცემენ. საქართველოს სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ახლა მდგომარეობა ძალიან რთულია, რადგან როგორც იცით, მთავრობა ძალიან ყურადღებით აკვირდება, ვის ვაძლევთ დაფინანსებას. ჩვენ ახლა ასევე ვეძებთ გზებს თუ როგორ მივცეთ ფული ისე, რომ მათ არსებობას ზიანი არ მივაყენოთ. მარტა კოსი ერთადერთი არ არის, ვისაც ქართული NGO-ების დაფინანსება მთავრობის გვერდის ავლით სურს. თუმცა საკანონმდებლო ცვლილებებით ეგრეთ წოდებული შავი ხვრელები პრაქტიკულად აღარ რჩება ქართულ პოლიტიკაში ჩარევის მიზნით უცხოური ფულის შემოსატანად. როგორც ქალბატონმა მარტა კოსმა, რომელიც არის ევროკომისარი, ამავდროულად საქართველოს ევროკავშირის წარმომადგენელმა ბატონმა ჰერჩისკიმ პირდაპირ განაცხადეს, რომ გამოყოფილი არის მილიონობით თანხები, რომელიც საქართველოში უნდა შემოვიდეს და ისინი ამისათვის ეძებენ კანონის გვერდის ავლის გზებს. და იმისათვის, რომ არ იყოს შესაძლებელი შავი ფული საქართველოში შემოვიდეს, დაფინანსდეს სხვადასხვა ისეთი ორგანიზაციები და ისეთი პირები, რომლებიც შემდეგ მოახდენენ მაგალითად მოლოტოვის კოქტეილის სროლის რომანტიზებას. ამისათვის საკანონმდებლო ცვლილებებია დაინიცირებული. ცვლილებების შინაარსი საპარლამენტო ოპოზიციამ ისევ სხვაგვარად გაიგო. გახარიას პარტია მაინც ამტკიცებს, რომ შეზღუდვები შეეხება ყველას, ვინც აზრს საჯაროდ გამოხატავს. მე გავიგე ისე, რომ ნებისმიერი მეწარმე სუბიექტი დაწყებული ინდივიდუალური მეწარმიდან, ანუ მცირე მეწარმიდან დამთავრებულია სულ კომპანიით, იქ მომუშავე ადამიანებს გნებავთ ინდივიდუალურად და გნებავთ ორგანიზებულად, ეკრძალებათ საჯარო პოლიტიკური განცხადება. სამეწარმეო საქმიანობის რეგულირებასთან დაკავშირებით გავრცელებული ეს ინფორმაცია სახელისუფლებო გუნდისთვის ოპოზიციის კიდევ ერთი სპეკულაციაა. ცვლილებების მიხედვით შეზღუდვები არა კონკრეტულ ბიზნესმენებს, კომპანიების მფლობელებს ან ინდივიდუალურ მცირე მეწარმეებს, არამედ მხოლოდ კომპანიებს, იურიდიულ პირებს ეხებათ, ვინც სამეწარმეო საქმიანობის პარალელურად პოლიტიკურ აქტივობებში ჩაერთვება. ინდივიდუალური იურიდიული პირი არ არის. იქ არის საუბარი იურიდიულ პირებს, შეფესეებს და ვთქვათ, კერძო სამართლის იურიდიულ პირებს ეკრძალებათ პარტიების დაფინანსება და სხვათა შორის ეს იყო ეუთო ოდირის მოთხოვნა. ოპოზიციის კიდევ ერთ ნარატივს, რომ დასჯადი ხდება ემიგრანტებისგან თანხის გადმორიცხვა, მართველი გუნდი დეზინფორმაციას უწოდებს. თუ იმიგრანტი საკუთარ ოჯახის წევრს თანხას ჩაურიცხავს, ეს რა თქმა უნდა არ იქნება პოლიტიკური აქტივობა და ახალი ცვლილებების მიხედვით უცხოეთ და მხოლოდ პოლიტიკური აქტივობისთვის თანხის გადახდა მოითხოვს მთავრობასთან შეთანხმებას. თითოეული პირი, რომელიც ახლა იბრძვის გრანტების კანონში განსახორციელებულ ცვლილებების წინააღმდეგ, ეს არიან პირები, რომელთა მიზანიც არის ზუსტადაც შავი ხვრელების მოძებნა. ქართული ოცნება დარწმუნებულია, რომ კანონმდებლობით საქართველოში მოქმედი NGO-ები და პოლიტიკური პარტიები ვეღარ მოძებნიან გზებს უცხოური დაფინანსების მისაღებად, ვეღარ გაატარებენ სხვა ქვეყნების ინტერესებს და ვერც არეულობის მოწყობას შეძლებენ. გრანტების შესახებ და თანმდევ კანონებში დაგეგმილი ცვლილებები ერთადერთ პრინციპს ეფუძნება. ქართულმა ხალხმა უნდა იცოდეს, რას ემსახურება უცხოური ფინანსები, რომელიც საქართველოში შემოდის.
საქართველოში კანონმდებლობა დაარეგულირებს კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციის წინააღმდეგ გაჟღერებულ გზავნილებსაც. ახალმა ნორმამ მკაფიო ზღვარი უნდა გავლოს გამოხატვის თავისუფლებასა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას შორის. პირს, რომელიც კონსტიტუციური ორგანოების ლეგიტიმაციას არ აღიარებს და სხვებსაც იმავეს მოუწოდებს, შესაძლოა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს. ჩვენ დავპირდით ჩვენ საზოგადოებას ექსტრემიზმი და რადიკალიზმი საქართველოში უნდა დასრულდეს. შესაბამისად, ის ჯგუფები, რომლებიც არ აღიარებენ კონსტიტუციურ წყობილებას, ქმნიან რაღაცა პარალელურ, ასე ვთქვათ, ხელისუფლებას და მოუწოდებენ სხვებსაც, რომ ანალოგიური გააკეთონ, არ ემორჩილებიან პოლიციას და მოუწოდებენ სხვებსაც, რომ არ დაემორჩილონ პოლიციას. ეს ყველაფერი არის, რა თქმა უნდა, ექსტრემიზმი. ეს ყველაფერი არის რადიკალიზმის უკვე ყველაზე სახიფათო ფორმა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ აქტორებს სურთ ქვეყანაში ანარქია, რის საშუალებასაც, რა თქმა უნდა, ჩვენ არ მივცემთ. სახელმწიფომ უნდა გაცეს ყველა ასეთ გამოწვევას პასუხი. სახელმწიფო სტრუქტურების არალეგიტიმურად გამოცხადების შესახებ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ამზადებს. გადავავლოთ თვალი მსოფლიოს ქვეყნების საკანონმდებლო გამოცდილებას. დავიწყოთ ავსტრიით. ავსტრიაში სისხლის სამართლის კოდექსით დარეგულირებულია ანტისახელმწიფოებრივი კავშირების საკითხი. მაგალითად, ვინც აარსებს კავშირს, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის ხელისშეშლას, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 10 წლამდე ვადით. ავსტრიაში იკრძალება ისეთი მოძრაობის ჩამოყალიბება ან მათში მონაწილეობა, რომლებიც მიზნად ისახავს კანონების იმპლემენტაციის ხელშეშლას. დიდ ბრიტანეთში არსებული კანონი კი არეგულირებს საპარლამენტო სუვერენიტეტის არაღიარებას. ის კრძალავს ნებისმიერ საქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ბრიტანეთის კონსტიტუციური მოწყობის შელახვას, იძულების მოსყიდვის ან კიბერსაბოტაჟის გზით. შინაგან საქმეთა მინისტრს აქვს უფლება აკრძალოს ისეთი ორგანიზაციები, რომლებიც საფრთხეს უქმნიან კონსტიტუციურ წესრიგს. აკრძალულ ორგანიზაციაში წევრობა ან მისი მხარდაჭერა ბრიტანეთში სისხლის სამართლებრივი დანაშაულია და ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას. კანადა სახელმწიფოს არაღიარებას განიხილავს ეროვნული უსაფრთხოების შარჩოებში. სისხლის სამართლის კოდექსი კრძალავს ძალადობის გამოყენებას, რომლის მიზანია აიძულონ მთავრობა შეცვალოს კონსტიტუციური სტრუქტურა. ფინანსური ინსტიტუტების მიერ კი ხდება იმ პირთა ანგარიშების გაყინვა, რომლებიც ჩართულნი არიან აკრძალულ საქმიანობაში. კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების უწყებას შეუძლია სუბიექტები ტერორისტულ ჯგუფთა სიაში შეიყვანოს. საფრანგეთი ფოკუსირებულია რესპუბლიკურ პრინციპებზე, რათა თავიდან აიცილოს სახელმწიფოს შიგნით პარალელური სამართლებრივი სისტემების ჩამოყალიბება. 2021 წელს მიიღეს კანონი რესპუბლიკის პრინციპებისადმი პატივისცემის გამტკიცების შესახებ. ამ კანონის პატივისცემა სავალდებულოა ასოციაციებისა და ფონდებისთვის. მათ არ უნდა წამოიწყონ და არ უნდა წაახალისონ ისეთი ქმედებები, რომლებიც აშკარად ეწინააღმდეგება კანონს, არის ძალადობრივი ან საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ წესრიგს. იკრძალება ჯგუფების მიერ საფრანგეთის კანონმდებლობის უარყოფა, სიძულვილის ენა, რომელიც ახდენს სახელმწიფო ინსტიტუტების არაღიარებას. ნებისმიერი გაერთიანება, რომელიც იღებს საჯარო დაფინანსებას, ვალდებულია ხელი მოაწეროს რესპუბლიკური ერთგულების კონტრაქტს. ორგანიზაციები, რომლებიც არღვევენ კონტრაქტს, ვალდებულნი არიან დააბრუნონ სუბსიდიები. გერმანიაში კი კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ორგანიზებული საქმიანობა 3-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. გერმანიას ამ მიმართულებით ყველაზე მძლავრი საკანონმდებლო ჩარჩო აქვს. ქვეყანაში აკრძალულია გაერთიანებები, რომელთა მიზნები ან საქმიანობა ეწინააღმდეგება კანონებს, ან მიმართულია კონსტიტუციური წესრიგის წინააღმდეგ. საქართველოს პარლამენტი კი სწორედ ევროპული პრაქტიკის გათვალისწინებით ამზადებს საკანონმდებლო ინიციატივას, რომლის მთავარი მიზანიც გამოხატვის თავისუფლებასა და კონსტიტუციური წესრიგის დაცვას შორის ზღვარის გავლებაა. ცვლილებებზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ხელისუფლებამ უნდა მართოს ქვეყანა მეტნაკლებად მშვიდ გარემოში, იქიდან გამომდინარე, რომ დაკონცენტრირდეს თავიდან ბოლომდე იმ გამოწვევებზე, რა გამოწვევებიც დგას ქვეყნის წინაშე, ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ასე შემდეგ და არ იყოს მუდმივად რყევისა და ქვეყნის ჯანჯღარის პროცესი, ესე რომ ვთქვათ, ამ რადიკალების მხრიდან და ექსტრემისტების მხრიდან. შესაბამისად, ეს არის ძალიან ლოგიკური პასუხი ჩვენი მხრიდან. ჩვენ რა თქმა უნდა დავეყრდნობით ამ საერთაშორისო გამოცდილებას. ჩვენ ვალდებულები ვართ, რომ სწორი ბალანსი დავიცვათ ერთის მხრივ კანონის აღსრულებასა და მეორეს მხრივ ადამიანის უფლებების დაცვას.
დაცვას შორის. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს კანონი არ უნდა ზღუდავდეს ადამიანის გამოხატვის თავისუფლებას. რამე არ მოწონს, რა თქმა უნდა, მან უნდა აპროტესტოს. უბრალოდ ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს ექსტრემიზმში და იმგვარ მოწოდებებში, რომ რაღაცა ტიპის უსაფრთხოების საფრთხე შეექმნას ჩვენს ქვეყანას. საერთაშორისო თაღლითობის მასშტაბური სქემა გახსნილია. 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 უკანონოდ რეგისტრირებული ავტომობილი ბათუმის პორტში. Lexus-ი, Range Rover-ი, Toyota, ვინც ცდილობდა ძვირად ღირებული მანქანების ისტორიის გაყალბებას. რეპორტაჟი რამდენიმე წუთში. ციხის ნაცვლად კლინიკა და დასჯის ნაცვლად მკურნალობა. კურიერი პიესმა ექსკლუზიურად გადაიღო სივრცე, სადაც ნარკოდამოკიდებულები თერაპიას გადიან. სავალდებულო მკურნალობა მოსამართლის გადაწყვეტილებით ინიშნება. ხანგრძლივობას კი სპეციალური კომისია წყვეტს. ამ დროისთვის 80 განცხადებაა განხილული, საიდანაც 66 პირი სავალდებულო მკურნალობაზე გაუშვეს. თუკი დეტოქსიკაციის ეტაპი წარმატებული აღმოჩნდა, აქ მოთავსებული ადამიანები კლინიკას დატოვებენ, თუმცა მათზე მონიტორინგი ნარკომანიისგან საბოლოო განკურნებამდე გაგრძელდება. ნარკოდამოკიდებულებისგან განკურნების პროცესში კლინიკის პერსონალი მუდმივ კომუნიკაციაშია მსჯავრდებული პაციენტების ოჯახებთან. ნარკოდანაშაულთან ბრძოლის რეფორმის ფარგლებში პირველი შედეგები უკვე ცნობილია. მიზანი იყო, რომ გათავისუფლდნენ ნარკოტიკებისგან. ბევრი დაგჭირეთ ამ მიზნის მიღწევამდე. თითქმის მიღწეულია მიზანი. გაიარა ყველაფერი. ეს მსჯავრდებული პაციენტია, კაცი, რომელსაც წლების განმავლობაში მძიმე სენის დამარცხება სურდა, თუმცა დამოუკიდებლად ვერ შეძლო. ნარკოდამოკიდებულებამ კი საბრალდებო სკამზეც დასვა. მოსამართლემ 4 თვის წინ გადაწყვეტა, რომ ერთწლიანი პატიმრობის ნაცვლად პატიმარი ნარკომანიის სავალდებულო მკურნალობის ცენტრში უნდა მოთავსებულიყო. როცა დაერქვა სავალდებულო, თითქოს უკმაყოფილო გაიყო, რომ არ იყო საჭირო, მაგრამ თუმცა საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ალბათ ციხეში აღმოჩნდებოდით, ხო? რა თქმა უნდა. უფრო უარესი შეიძლება რამე მოხდარიყო. არ ვიცი, 1000 სურპრიზები არსებობს. ნარკოტიკმა არ იცის. წინაური გარეული დიდი პატარა. მკურნალობას არ შეეხება დიფესიონად. შეიძლება ითქვას 200%. ნახეთ სამუდამოდ უნდა დამთავრებული იყოს. ნარკოტიკები რასაც თავისუფლები მე აცნობიერებ, რომ საიდან სად მოხდი. გამოვიდა ეს ყველაფერი ხელში. რაღაცისგან ადამიანი ყოველთვის იღლება. ამბობს, რომ სავალდებულო მკურნალობის კლინიკაში მკვლელნივთიერებაზე დამოკიდებულების პრობლემა სრულად გაიაზრა და სენს ბრძოლა საბოლოოდ გამოუცხადა. ერთ ადამიანთან მიწევს ცხოვრება. მეგობრული გარემოა. მე ვიტყოდი, ექიმების ისეთი არის სიტუაცია გარემოს ისეთ ქმნიან, რომ ერთი ოჯახი ვართ, შეიძლება ითქვას. 64-ში აღმოჩნდით. 64 იმიტომ არის, რომ ის რო წარმოიდგენი, ვინც იცის, ვინ ჯოჯოხეთიდან სად მოხვდა. ჯოჯოხეთი კიდევ ვილას ნაწყამი. ნარკოდამოკიდებულებას მსჯავრდებული პაციენტები ამ ცენტრში ექიმებთან და ფსიქოლოგებთან ერთად ებრძვიან. მკურნალობის უმნიშვნელოვანეს ეტაპს წარმოადგენს ფსიქოსოციალური დახმარება, საკუთარ დაავადებასთან შებრძოლების უნარჩვევების გაძლიერება. როგორც კი დავიწყეთ მუშაობა, თავიდან მათი მხრიდანაც იყო ცოტა ის შიში, როგორ შევძლებთ აქ ჩაკეტილ სივრცეში. ბევრი იმდენად, ესე რომ ვთქვა, არც ველოდი და იმდენად კარგ შედეგამდე გავედით, გასვლის შემდეგ უკვე იმ პროცესს გავაგრძელებთ, რასაც ქვია, ანუ მათი მონიტორინგი. სამკურნალო სავალდებულო დაწესებულებაში პირველი შედეგები უკვე გვაქვს, პირველი პაციენტი უკვე გაეწერა კლინიკიდან. კურიერი პიეს ამოქმედებიდან 5 თვის შემდეგ სავალდებულო მკურნალობის ცენტრში 20 მსჯავრდებული პაციენტი დახვდა. ეს პატიმართა პირველი ჯგუფია, რომელიც ინოვაციურ კლინიკაში მკურნალობს. რამდენიმე მათგანმა დეტოქსიკაციის რთული ეტაპი უკვე გადალახა და კლინიკიდან გასაწერად ემზადება. ამ გადაწყვეტილებას სპეციალური კომისია მიიღებს. ჩვენი ცენტრის უპირატესობა არის ის, რომ აქ მიმდინარეობს სრულყოფილი მკურნალობა. ვიწყებთ პირველი ეტაპით, ეს არის დეზინტოქსიკაციური მკურნალობა, რაც დაახლოებით 20 დღე, 30 დღე გრძელდება. შემდეგ უკვე გადადიან პირველი ეტაპის სტაციონარულ ფსიქორეაბილიტაციაზე და შემდგომ უკვე მიმდინარეობს ხანგრძლივი სტაციონარული ფიზიკური და სოციალური რეაბილიტაცია. უპირატესობა კიდე ჩვენი ცენტრის არის ის, რომ ეს ყველაფერი ერთ სივრცეში მიმდინარეობს და ხანგრძლივობა არის საკმაოდ დიდი მკურნალობის და
რაც საბოლოო ჯამში მოგვიტანს ძალიან დადებით შედეგებს. სავალდებულო მკურნალობა შესაძლებელია იყოს დიდი შანსი იმისათვის, რომ ადამიანს ნარკოდამოკიდებულს, რომელიც ჩაიდენს დანაშაულს და მოხდება აი ამ ტიპის დაწესებულებაში, გაუმჯობესოთ ცხოვრების ხარისხი, მოიპოვოს სიფხიზლე, ასე ვთქვათ. სავალდებულო მკურნალობის ცენტრი ნარკოპოლიტიკის რეფორმის ფარგლებში გაიხსნა. ერთის მხრივ გამკაცრებული კანონები და მეორეს მხრივ ზრუნვის კომპონენტი. ნარკოდანაშაულის პრევენციის მიზნით ამოქმედებული ცვლილებების ინიციატორებს პოზიტიურ მოლოდინებს უქმნით. ერთი მიმართულებით კაცრი მიდგომები გავრცელებასთან მიმართებაში და ნარკოდანაშაულთან მიმართებაში და მეორეს მხრივ ზრუნვის პოლიტიკა მოხმარებლებს და იმ ადამიანებს, ვისაც აქვს დამოკიდებულება და პრობლემა აქვს ამ კუთხით, რა თქმა უნდა, ერთობლიობაში საბოლოო მიზანს, რაც არის ნარკოტიკების, ასე ვთქვათ, გავრცელებასთან და ნარკოდანაშაულთან ბრძოლის, ასე ვთქვათ, მექანიზმების შესრულებას უწყობს ხელს. რეფორმის შემდეგ გამოკვეთილ საჭიროებებზე სამთავრობო უწყებები ერთობლივად მუშაობენ. ჯანდაცვის მინისტრმა კურიერი პიესთან ინტერვიუში პირველ შედეგებზე ისაუბრა. ყოფილ პაციენტებზე ზრუნვა ნარკომანიის სავალდებულო მკურნალობის ცენტრის დატოვების შემდეგაც გაგრძელდება. პროცესი, როგორც მიმდინარეობდა დაწესებულებაში, აი სავალდებულო მკურნალობის გავლის პერიოდი. ფიქრობ, რომ ეს უკვე წარმატებაზე მეტყველებს. ამ პერიოდის განმავლობაში, ვიდრე ეს ადამიანები იქ იმყოფებოდნენ, რეალურად ძალიან ბევრი რამ გაკეთდა თითოეული ამ ადამიანისთვის, იმისთვის, რომ რეალურად მათ დაძლიონ ის დიდი პრობლემა, რასაც ქვია ნარკოდამოკიდებულება. აუჩნდათ განცდა, რომ მათ რაღაცა შეძლეს, მათ აქვთ უნარი, რომ შეძლონ უფრო მეტი. ახალი ცხოვრების დაწყება. ახლო მომავალში რამდენიმე ადამიანი და ახლობით 10-მდე არის რიცხვი ამ ადამიანებისა, რომელიც დატოვებს ამ დაწესებულებას და გააგრძელებს უკვე შემდგომ ეტაპზე მკურნალობის პროცესს. ეს გულისხმობს, რა თქმა უნდა, მათ შორის ამბულატორიულ დაკვირვებას, ფსიქოლოგის მხარდაჭერიდან დაწყებული, დამთავრებული, არის წახალისების უამრავი ინსტრუმენტი არსებობს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ხანგრძლივი რემისია იქნა მიღწეული. იგეგმება სავალდებულო მკურნალობის კიდევ ერთი ცენტრის მოწყობა ამჯერად დასავლეთ საქართველოში. სხვა საჭიროებებიც გამოჩნდა, როგორც არის მაგალითად ისეთი ტერიტორიის ქონის საჭიროება, სადაც მაგალითად გასეირნების შესაძლებლობა იქნება, მოხერხებადი იქნება, რომ ძალიან სწრაფად შემდგომი ეტაპის, ასე ვთქვათ, დაწესებულებაც გაიხსნას. ეს ძალიან მალე უკვე ამ გაზაფხულზე ალბათ შესაძლებელი იქნება. ბუნებრივია, რომ გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის კუთხით ჩვენი პრიორიტეტი არის, რომ ახლა ვიფიქროთ დასავლეთ საქართველოს მიმართულებაზე. ძიმესენთან ბრძოლაში პირველ ეტაპზე გამარჯვებულები კლინიკას მალე დატოვებენ, მათ შორის შესაძლოა იყოს ჩვენი რესპონდენტიც. ჩემი ცხოვრება უგითხრათ ძველებურად თქვა, რაღაც ახალი უნდა იყოს. ყველას ურჩევდი და ყოველთვის მივიდნენ იმ ჭკვამდე და იმ დასკვნამდე, რომ ნარკოტიკი არის მართლა საშინელი. აიკრძალება თუ არა სოციალური ქსელები მოზარდებისთვის, დეპრესია, შფოთვა, სოციალური უნარების შეფერხება. ეს ის მძიმე შედეგებია, რასაც ბავშვებში ციფრულ პლატფორმებზე დამოკიდებულება იწვევს და რაზეც უკვე მსოფლიოს განვითარებული ქვეყნები ღიად საუბრობენ. მოზარდებში ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებლები მნიშვნელოვნად არის გაუარესებული. ყველაზე დიდ ემოციურ დარტყმას სწორედ ბავშვები იღებენ, რადგან მათი ფსიქიკა ჯერ მხოლოდ ჩამოყალიბების პროცესშია. პრობლემა იმდენად მასშტაბურია, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ სოციალური ქსელი არასრულწლოვნებისთვის საერთოდ აკრძალა. შესაძლოა საფრანგეთი პირველი ქვეყანა გახდეს ევროკავშირში, რომელიც მსგავს გადაწყვეტილებას მიიღებს. რეგულაციების დაწესებას გეგმავს საფრანგეთიც და ესპანეთიც. პრიორიტეტი მოზარდების უსაფრთხოებაა. პასუხისმგებლობა კი ტექნოლოგიურ გიგანტ კომპანიებს დაეკისრებათ. ტექნოლოგიური განვითარება თუ მენტალური განვითარების შეფერხება. რა საფრთხეს შეიცავს სოციალურ ქსელებზე დამოკიდებულება ბავშვებში? სანდრო სანაიას რეპორტაჟი. ჩვენი ბავშვებისა და მოზარდების ტვინი არ იყიდება. არ იყიდება არც მათი ემოციები, რომლებზეც მანიპულირებაც დაუშვებელია. იქნება ეს ამერიკული პლატფორმები თუ ჩინური ალგორითმები. 15 წლის ასაკამდე სოციალური მედიის მოხმარებას უზღუდავთ. სკოლებში მობილური ტელეფონებიც უნდა აიკრძალოს. ბოლო წლებში არაერთმა ქვეყანამ დაიწყო დისკუსია იმაზე, თუ რამდენად უსაფრთხოა არასრულწლოვნებისთვის ციფრულ პლატფორმებზე თავისუფალი წვდომა და სად გადის ზღვარი უწყინარ გართობასა და ბავშვების დაცვას შორის. საფრანგეთის პრეზიდენტის ეს განცხადებაც სწორედ ამისკენ არის მიმართული. სოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა ცდილობს სოციალური მედიის რეგულირებით ბავშვების ონლაინ უსაფრთხოება უზრუნველყოს. საფრანგეთი შეიძლება პირველი ქვეყანა გახდეს ევროკავშირში, რომელიც მოზარდებისთვის სოციალურ ქსელებზე წვდომას შეზღუდავს. ფსიქიკური ჯანმრთელობის მაჩვენებლის გაუარესებამ,
ონლაინ ბულინგის შემთხვევებმა და საფრთხის შემცველი კონტენტის სიმრავლემ ხელისუფლებები აიძულა არასრულწლოვნებისთვის სოციალური მედიის ხელმისაწვდომობის უფრო მკაცრ რეგულაციაზე დაფიქრდნენ. დისკუსიას უკვე შეუერთდა ესპანეთი. პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ ხელისუფლება გეგმავს 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური მედიის გამოყენების აკრძალვას. მისი თქმით, ბავშვები აღმოჩნდნენ სივრცეში, რომელიც სავსეა დამოკიდებულებით, ძალადობით, მანიპულაციითა და მავნე კონტენტით. დღეს ჩვენი ბავშვები აღმოჩნდნენ სივრცეში, რომელშიც ისინი არასოდეს უნდა დარჩენილი იყვნენ მარტო. ეს არის დამოკიდებულების, ძალადობის, პორნოგრაფიის, მანიპულაციისა და აგრესიის სივრცე. ჩვენ ამას აღარ დაუშვებთ, ჩვენ დავიცავთ მათ ციფრული ველური დასავლეთისგან. ჩემი მთავრობა ითანამშრომლებს პროკურატურასთან, რათა გამოიძიოს და სამართლებრივი დევნა დაიწყოს გროკის, TikTok-ისა და Instagram-ის მიერ ჩადენილი დარღვევების გამო. ამ საკითხში ნულოვანი ტოლერანტობა გვექნება და დავიცავთ ჩვენს ციფრულ სუვერენიტეტს ნებისმიერი ფორმის უცხოური ზეწოლისგან. ავსტრალიაში 16 წლამდე მოზარდებისთვის სოციალური ქსელების გამოყენება უკვე აიკრძალა, ხოლო პლატფორმებს დაეკისრათ ვალდებულება, უზრუნველყონ მომხმარებელთა ასაკისეფექტიანი და რეალური კონტროლი. აკრძალვა მოიცავს ისეთ სოციალურ პლატფორმებს, როგორებიცაა Facebook, YouTube, Instagram, TikTok. კანონის ძალაში შესვლიდან ავსტრალიაში მილიონობით არასრულწლოვნის სოციალური ანგარიში გაუქმდა. გადაწყვეტილების მთავარი მიზანი ბავშვებისა და მოზარდების ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვაა. ავსტრალიის ჯანდაცვის არა განათლების უწყებების მონაცემებით. ბოლო წლებში არასრულწლოვანებში გაიზარდა დეპრესიის, შფოთვისა და თვითდაზიანების შემთხვევები. მათივე შეფასებით, ამ ტენდენციასთან პირდაპირ კავშირი აქვს სოციალური მედიის ინტენსიურ და უკონტროლო გამოყენებას. ავსტრალიის მთავრობამ პასუხისმგებლობა ნაწილობრივ თავად პლატფორმებზე გადაიტანა. ახალი წესების დარღვევა ფინანსურ სანქციებს ითვალისწინებს. ავსტრალიის მაგალითი უკვე სხვა ქვეყნებისთვისაც გზამკვლევი გახდა. მათ შორის არის დიდი ბრიტანეთიც. ლონდონში ჯერ არ არის მიღებული გადაწყვეტილება სოციალური მედიის პირდაპირ აკრძალვაზე, თუმცა ხელისუფლება ოფიციალურად განიხილავს ავსტრალიის მსგავსი მიდგომის შესაძლებლობას. ბრიტანეთის მთავრობის შეფასებით, ბავშვების მიერ სოციალური მედიის ინტენსიური გამოყენება უკავშირდება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, ძილის დარღვევასა და ონლაინ ბულინგის შემთხვევების ზრდას. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაიწყო უპრეცედენტო სასამართლო პროცესი გიგანტის სოციალური ქსელების წინააღმდეგ. 19 წლის კალიფორნიელი ქალი მეტას, TikTok-სა და YouTube-ს ადანაშაულებს იმაში, რომ მათი აპლიკაციების დამოკიდებულების გამომწვევმა დიზაინმა სუიციდური აზრები გამოიწვია. მოსარჩელის ადვოკატი აცხადებს, რომ პროცესი შეიძლება გარდამტეხი აღმოჩნდეს ტექნოლოგიური კომპანიებისთვის, რომლებიც აქამდე პასუხისმგებლობას 1996 წლის კომუნიკაციების წესიერების შესახებ კანონის 229 მუხლით ირიდებდნენ. ის ფაქტი, რომ საქმე სასამართლომდე მივიდა, ამერიკაში სამართლებრივი მიდგომის ცვლილებაზე მიუთითებს. TikTok-მა და Snap-მა სარჩელი უკვე მორიგებით დაასრულეს. მეტა ამტკიცებს, რომ სოციალური მედიისა და ახალგაზრდების ფსიქიკური ჯანმრთელობის გაუარესებას შორის მიზეშედეგობრივი კავშირი დადასტურებული არ არის. სასამართლო დავებში დამარცხებამ შესაძლოა სოციალური მედიის კომპანიებისთვის ეგზისტენციალური რისკების შექმნას. თუმცა მოსარჩელეებისთვის რთული იქნება იმის დამტკიცება, რომ ზიანი პირდაპირ სოციალური ქსელების შინაარსა და ალგორითმებს უკავშირდება. ეს მაგალითები მიუთითებს გლობალური ტენდენციების ფორმირებაზე, სადაც სახელმწიფოები ბავშვების ონლაინ უსაფრთხოებას პრიორიტეტად აქცევენ და პასუხისმგებლობას ტექნოლოგიურ კომპანიებსაც აკისრებენ. თუმცა ჯერ კიდევ პასუხგაუცემელი რჩება კითხვა, რამდენად ეფექტიანი იქნება მსგავსი ზომები პრაქტიკაში და გახდება თუ არა სოციალური მედიის მკაცრი რეგულაცია ბავშვების დაცვის ახალი საერთაშორისო სტანდარტი. უპრეცედენტო მასშტაბის საერთაშორისო თაღლითური სქემა ბათუმის პორტში მებაჯეებმა 5 მილიონი ევროს ღირებულების 59 ავტომობილი აღმოაჩინეს, რომელიც უკანონოდ იყო რეგისტრირებული. Lexus-ი, Range Rover-ი, Toyota, მაღალი კლასის მანქანები, რომელთა ფასი 200.000 ევროს აღწევს, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში საქართველოში ბელგიიდან შემოვიდა. ზვირადღირებულ ავტომობილებზე ეჭვი მაშინ გაჩნდა, როცა მებაჟეებმა სერიული ნომრების, ეგრეთ წოდებული VIN კოდების გადაკეთების კვალს მიაგნეს. კურიერი PS-მა გაარკვია ყველა დეტალი. გადავიღეთ ზვირადღირებული ავტომობილებით, რომელიც ახლაც ბათუმის საბაჟოზე დგას. ხათუნა გაგნიძის რეპორტაჟი. ბათუმი პორტის მიმდებარე ტერიტორია, გაფორმების ეკონომიკური ზონა. ეს არის ადგილი, სადაც მებაჟეებმა საერთაშორისო თაღლითების ახალი და მასშტაბური სქემა გაშიფრეს. VIN კოდი 3N500 დაზიანებები ამ ეტაპზე არ აღინიშნება.
მებაჟეები პორტში შემოსული გემებიდან ჩამოტვირთულ ავტომობილებს ამოწმებენ. ირკვევა, რომ საზღვაო გზით ევროპიდან საეჭვო ისტორიის 59 მანქანა შემოიტანეს. საქართველოში პირველად აღკვეთილია ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ტრანსნაციონალური დანაშაული ბათუმის პორტში გაყალბებული ვინკოდებით ამოღებული ავტომობილები უახლესი წლების გამოშვების არის თითქმის ახალი და დაუზიანებელია და თითოეული მათგანის ფასი 200.000 ევრომდე მერყეობს. $49 ძვირადღირებულ მანქანაზე ყალბის საიდენტიფიკაციო კოდი აღმოჩნდა. ამ ჯიპების საერთო ღირებულება რამდენიმე მილიონი ევროა. ირკვევა, რომ საერთაშორისო დამნაშავეები საქართველოს სატრანზიტო ქვეყნად იყენებდნენ. ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან სავარაუდოდ მოპარული ავტომობილები კი ყირგიზეთში, ყაზახეთში, ტაჯიკეთსა და აზიის სხვა ქვეყნებში უნდა ჩასულიყო. თუმცა დანაშაულის გეგმა ჩაიშალა. ანტვერპენში ჩაიტვირთა კონტეინერებში და შემდგომ უკვე განაგრძო გემით სხვა ბათუმის პორტამდე. თითქმის ახალი ავტომანქანები არის, საერთო ღირებულება არის 5 მილიონი ევრო. 22, 23, 24, 25 წლის გამოშვების სატრანსპორტო საშუალებები არის საკმაოდ ძვირად ღირებული. შეიძლება ითქვას, ეს არის უპრეცედენტო მასშტაბის ტრანსნაციონალური დანაშაული. ბოლო 4 წელში გამოშვებული Lexus-ის, Range Rover-ის და Toyota-s მარკის ჯიპები, ზოგიერთი თითქმის ქარხნული მდგომარეობით. სად და ვინ გააყალბა საიდენტიფიკაციო კოდები, ვინ დგას ტრანსნაციონალური დანაშაულის უკან. საბაჟო დეპარტამენტმა საგამოძიებო უწყებებს ინფორმაცია უკვე მიაწოდა. პირველად ქარხანათამამზადებლის მიერ მინიჭებული სატრანსპორტო საშუალებებზე ეს ეგრეთ წოდებული ვინკოდები არის გადაკეთებული, დადასტურებული არის ეს დანარჩენი მასალები და გამოძიების პრეროგატივაა და ისინი დააზუსტებენ. სუბუქ ავტომანქანებთან მიმართებაში აღნიშნული ფაქტი ნამდვილად შეიძლება ითქვას არის უპრეცედენტო თავისი მასშტაბით, ისევე როგორც ღირებულებით. ეს ავტომობილები დოკუმენტების მიხედვით უნდა წასულიყო აზიის ქვეყნებში. კერძო პირებთან თუ რემ კომპანიებთან? როგორც ჩვენთვის ცნობილია, დიახ, ფიზიკურ პირებთან. შეცვლილი ისტორიით, საქართველოში შემოსული ავტომობილების ნაწილს მიმღები პირის სტატუსით უცხო ქვეყნის რამდენიმე მოქალაქე დახვდა. რომ არა მებაჟეების მიერ გამოვლენილი დანაშაული, ევროპაში სავარაუდოდ ნაქურდალი მანქანები აზიის ქვეყნებში სახმელეთო გზით უკვე მათ უნდა გადაეყვანათ. რა პროცედურებს გადის საქართველოში შემოსული ტვირთი? მებაჟეები ავტომობილებთან ერთად თანხლებს სატრანსპორტო დოკუმენტაციას დეტალურად სწავლობენ. როდესაც კონტეინერის გახსნის შემდგომ ავტომობილი განთავსდება საბაჟო საწყობის ტერიტორიაზე და მებაჟე ოფიცრის მიერ ხდება მისი შემოწმება, ფიზიკური დათვალიერება, თუ ეჭვის საფუძველზე აღმოვაჩინეთ, რომ მანქანაზე დატანილი საიდენტიფიკაციო ნომრები არის დაზიანებული ან ზემოქმედების კვალი აქვს, რა თქმა უნდა ვიწყებთ შესაბამისი პროცედურების განხორციელებას. კურიერი პიესის ინფორმაციით, ანტვერპენიდან შემოსული ავტომობილების დოკუმენტებში შუამავალი კომპანიებიც ფიგურირებენ. რა კავშირი აქვთ მათ დანაშაულის საქმესთან, ამას გამოძიება დაადგენს. ვინ დგას ტრანსნაციონალური დანაშაულის სათავეში? საბაჟო დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება უკვე დაიწყო. ქართველი სამართალდამცველები საქართველოში გამოვლენილ დანაშაულზე ინფორმაციას საერთაშორისო საგამოძიებო უწყებებს მიაწვდიან. ქართველი მებაჟეების მიერ ჩატარებული წარმატებული ოპერაცია კი შესაძლოა საერთაშორისო გამოძიების მნიშვნელოვანი ნაწილი გახდეს. ძვირადღირებული ავტომობილები ბათუმის საბაჟოზე რჩება. შესაძლოა მათზე ძებნა ინტერპოლსაც ჰქონდეს დაწყებული. ასეთ შემთხვევაში ქართული და საერთაშორისო გამოძიების ფარგლებში კანონის შესაბამისად მესაკუთრეები ქონებას დაიბრუნებენ.